კარგით, ახლა უკვე მოვისმინოთ სხვა მხარე, როგორ შეიძლება და სად შეიძლება, ასე ვთქვათ, ასეთი პრობლემებით გამგზავრება და დავპატიჟოთ სტუმრად მედიკალ პარკის ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის მოადგილე ექიმი დალინე სუაშვილი და მასთან ერთად ორთოპედ-ტრავმატოლოგი პროფესორი სამი სოქუჯი. გამარჯობა დალი. დალი, არ არის ახალი ამბავი არავისთვის, რომ საკმაოდ აქტიურად აკითხავენ, ასე ვთქვათ, ჩვენს მეზობელ ქვეყანას სამედიცინო მომსახურებისთვის, ხო? და ძირითადად ეს არის ონკომიმართულება. ასია თუ არა ეს თქვენ გადაც მინდა რომ მოვისმინოთ. სამწუხაროდ ონკომიმართულები ძალიან დიდი არის მომართვიანობა საქართველოდან და ვფიქრობ, რომ მოგმართავენ, იმიტომ ჩვენ რომ არავინ ქვეყანაში ვერ იღებენ ამ მომსახურებას, არამედ თუნდაც იმიტომ, რომ მეორე აზრი მოისმინონ და ამ მეორე აზრის საძიებლად დღესდღეობით თურქეთი ძალიან პოპულარული არის. ამაში ნამდვილად დავეთანხმები ჩემი პაციენტების 80%, ვისაც იუინგის და ოსტეოზა ყველას თურქეთი აქ ჯერ მოვლილი და მერე უკან ბრუნდებიან ან პირიქით. ხო. ვფიქრობ, რომ ეს უკან დაბრუნების თემაც იმიტომ ხდება, თუნდაც რომ როდესაც ისმენენ, რომ ზუსტად იგივე მოისმინა, მერე გერთან ექიმი, ასევე ონკოლოგიური პაციენტები ეს არ არის მხოლოდ 1 და 2 დღის ამბავი, ეს არის ძალიან დროში გაწელილი დიდი ბრძოლა, რომელიც სამწუხაროდ სჯობია რომ რაღაც მომენტში მიიღო შენს ქვეყანაში, ვიდრე საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა და ზოგჯერ პირიქითაც ვიტყვი, საქართველოში რაღაც ნაწილები დაუშვათ კონკრეტულად ძვლის თემაში, მაგალითად არ არის ძვლის ბანკი, ქსოვილების ბანკი, პირიქით იქით უშვებთ პაციენტს. ანუ ეს არის რაც კოლაბორაციის საკმაოდ ჯანსაღი თემა. კი და ლედის თემასთან დაკავშირებით ბატონ გიორგისთან ქონდა საუბარი, სანამ ოპერაციას გააკეთებდნენ. თქვენთან იყო საუბარი სატელეფონო. აი, ლედის ექიმები შეიკრიბნენ ჩვენ სტუდიაში, ექიმი საქართველოდან, ექიმი თურქეთიდან, რომელებმაც დადეს ის შედეგი, რომელზეც ლედი საუბრობდა, სულ რაღაც 2 როგორ? ერთი პაციენტი. ერთი საზიარო პაციენტი ყავთ და ყავდათ, მოდი ესე ვთქვათ. მომსახურება შევეხოთ, რა სთავაზობენ თქვენთან, ასე ვთქვათ, პაციენტებს და მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ზუსტად მომსახურების გამო არის, რისთვისაც ირჩევენ თურქეთს. ჩვენს კლინიკებში ერთი კლინიკის ქვეშ ხდება ყველანაირი მათი გამოკვლევა. არსებობს ონკოლოგიური ბორდი, რომელიც ერთი კლინიკიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღოს როგორც ქირურგიული მომსახურება, ასევე სხივური ქიმიოთერაპია, ჭკვიანი წამლები, ბრახითერაპია, აბსოლუტურად ომოთერაპია, ყველა ის სიახლე, რაც არის ონკოლოგიაში. ყველაზე დიდი კომფორტი, რომ ყველა ჩვენ ამ ექიმს აქვს ერთმანეთთან კავშირი, კონსილიუმი დგება და კონსილიუმი წყვეტს იმ ერთ კონკრეტულ პაციენტზე რა ჩატარდეს და ეს ვფიქრობ, რომ ეს არის კომფორტი ზუსტად მათთვის. მოდით ვკითხოთ ჩვენ ექიმს ლედის შემთხვევაზე. ლედის შემთხვევაში სარკომის 2 კერა იყო. როდესაც პაციენტი ვნახეთ, მას ჰქონდა ძლიერი დეფორმაცია ეკვინუსი და 10 სანტიმეტრით მოკლე ფეხი. ეს მდგომარეობა მიუღებელი იყო, რადგან 2 სანტიმეტრიან სხვაობაზეც კი პაციენტს თავაზობთ ფეხის დაგრძელების ოპერაციას. ონკოლოგიურ ქირურგიაში და ვფიქრობ, ჩემი კოლეგაც დამეთანხმება, გარკვეული პრინციპები გვაქვს. პირველი, უნდა გადავარჩინოთ სიცოცხლე. მეორეა, უნდა შევინარჩუნოთ კიდურები. და მესამე, უნდა შევინარჩუნოთ ფუნქცია. ლედის შემთხვევაში მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაგრამ მის ფეხს ფუნქცია ჰქონდა დაკარგული. ორთოპედიული თვალსაზრისით ადვილი არ არის პაციენტს შესთავაზო ამპუტაცია. რადგან ასეთი ოპერაციები ქირურგებს არ გვიყვარს. პაციენტისთვისაც არ არის ადვილი მიიღოს კიდურის ამპუტაციის გადაწყვეტილება. თუმცა თუ პაციენტი ამპუტაციას დროულად გაიკეთებს, მისი ცხოვრება გაცილებით გაიოლდება. ამიტომ ჩვენ ვესაუბრეთ მშობლებს, პაციენტს და ჩემს კოლეგებსაც და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ამპუტაცია გაკეთებულიყო. და შედეგი მართლაც კარგია, ლედის შემთხვევაში ვნახეთ. დიახ, ლედი ახლა ვნახეთ და ძალიან კარგად არის. ამპუტირებულ პაციენტებს პროტეზის გამოყენება უწევთ. პროტეზის გამოყენებას კი გარკვეული სირთულეები ახლავს. ეს შეჩვევის პრობლემაა. მას ტკივილიც ახლავს და ცოტა სიარულთან დაკავშირებული შეფერხებაც. თუმცა ბოლო 7 წლის განმავლობაში ოსტეოინტეგრაციის ქირურგიული ოპერაციები დაინერგა. ესეც პროთეზია, თუმცა პროთეზის ღერძს ძვალში ვდგამთ. მეორე ბოლო გარეთ რჩება და მას პაციენტი ირგებს. და როდესაც პაციენტი ფეხზე დგება, პროთეზი ისე ფუნქციონირებს, როგორც ჩვეულებრივი კიდური. პაციენტს აქვს სწორი დგომა.
ასეთი პროთეზით გადაადგილება უფრო ადვილია და პაციენტს ბუნებრივთან მიახლოებული სიარული შეუძლია. დიახ, ძალა ისე აწვება, როგორც ბუნებრივი სიარულის დროს. რამდენად ხშირად გყავთ ქართველი პაციენტები? ორთოპედიული თვალსაზრისით არც ისე ხშირად. საქართველოში ორთოპედია მაღალ დონეზეა. თუმცა ხანდახან მოდიან პაციენტები საქართველოდან. უფრო მოგმართავენ ქართული პაციენტი ორთოპედიის მხრივ რობოტული ქირურგიის დროს, როდესაც ანუ რაც საქართველოში არ არის, ამას აგვიხსნის ექიმი, ვფიქრობ. უკვე 5 წელზე მეტია როსას რობოტული ტექნოლოგიით ვმუშაობთ. რას ნიშნავს რობოტული? რობოტი და ექიმი ერთად მუშაობენ, რომ ზუსტი აგებულება შეიქმნას. იმ პაციენტების 75%, ვისაც მუხლის პროთეზი გაუკეთდა, კმაყოფილები არიან. მაგრამ 25%-ს არ მოსწონს. მაგრამ გვყავს პაციენტების 25%, ვინც უკმაყოფილოა შედეგით. ოპერაციამდე წინასწარ არ ვიცით, რომელი პაციენტი მოირგებს კარგად პროთეზს და ვინ ვერ მოირგებს. და რატომ არ მოსწონთ პაციენტებს პროთეზი? მათ თავისი ბუნებრივი მუხლი უნდათ. მუხლი, რომელიც ართროზამდე ჰქონდათ. არა რობოტული ტექნოლოგიით ეს შეუძლებელია, რადგან ყველა პაციენტის შემთხვევაში ერთნაირი კვეთა კეთდება. რობოტული ტექნოლოგიების შემთხვევაში შესაძლებელია პაციენტის მუხლი ისე აეწყოს, როგორც ართროზამდე იყო. ყველა ადამიანს აქვს ბუნებრივი მუხლის ინდივიდუალური აგებულება. თუ ყველა პაციენტს ერთსა და იმავე ფორმის პროთეზს ჩაუდგამ, 75%-ს მოეწონება, 25% კი უკმაყოფილო დარჩება, რადგან პროთეზი ცვლის მუხლის ბუნებრივ ფორმას. რობოტული მუხლის შემთხვევაში კი ქირურგს აქვს საშუალება, რომ ინდივიდუალურად მოარგოს პროთეზი. რობოტს ყოველთვის იყენებთ, თუ თქვენ წყვეთ, როდის გამოიყენოთ? 90% შემთხვევებში რობოტს ვიყენებ. მკურნალობაზე და გამოსავალზე ვისაუბროთ ოსტეოსარკომასთან დაკავშირებით. სარკომის მკურნალობა პირველივე დიაგნოზის დასმისთანავე იწყება. როდესაც გვაქვს ოსტეოსარკომის დიაგნოზი, პაციენტმა ქიმიოთერაპია უნდა ჩაიტაროს. ქიმიოთერაპიის შემდეგ გვაქვს რამდენიმე არჩევანი. არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სარკომის ლოკალიზაციაზე. შემდეგ ქირურგიული ოპერაცია ტარდება და ამის მერე პაციენტმა ქიმიოთერაპიის კიდევ ერთი კურსი უნდა ჩაიტაროს. ხანდახან რადიოთერაპიას ვუმატებთ. თუ პაციენტი ახალგაზრდაა, ვცდილობთ მისი საკუთარი ძვლის გადანერგვას, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ პროთეზს ვირჩევთ. სარკომის მკურნალობისას ამპუტაცია ერთ-ერთი ბოლო გამოსავალია. რა პროცენტებს პაციენტებისა ოსტეოსარკომით ჭირდებათ კიდურის ამპუტაცია? ჩემს შემთხვევებზე თუ მეკითხებით, 5%-ზე ნაკლებს. 5%-ზე ამის მიზეზი ისაა, რომ ბოლომდე არ გვინდა ამპუტაცია. ამპუტაციამდე ყველაფერი უნდა ვცადოთ. მინდა დავამატო, რომ ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველ ექიმს, რადგან სწორ გზაზე წაყვანაში პაციენტს უნდა დაეხმაროს ქართველი ექიმი, როდესაც არ შეუძლია მას თუნდაც რაღაც ტექნიკურობიდან გამომდინარე, თუნდაც რაღაც სიახლიდან გამომდინარე, მან შეძლოს უცხოელ კოლეგასთან იურთიერთოს, რაც ეს მოხდა ლედის შემთხვევაში და იფიქროს პაციენტზე. ეს ვფიქრობ, რომ ექიმის ცოდნას და კომპეტენტურობას უფრო გამოსახავს. და დავამატებდი კიდე ერთ, შეიძლება ასე უცებ არასამედიცინო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს, ლედი იხსენებდა ისტორიას მედიკალ პარკში, ასე ვთქვათ, რომ შეყავდათ საოპერაციოში, ეიმედებოდა, რომ მშობლებთან რჩებოდა ისეთი გულშემატკივართა გუნდი, ქართველი, ასე ვთქვათ, პერსონალის სახით ამ კლინიკის, რომელიც, ანუ პაციენტსაც კი, რომელიც ამპუტაციაზე მიდიოდა, უმსუბუქებდა რაღაც განცდებს. ეს თქვენი დამსახურებაა დარწმუნებულია ამაში. ამ საკითხისთვისაც მადლობა და ეს მნიშვნელოვანია. ასევე იყო ბატონი გიორგის თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მე ვიცი ლედის ემოციები ამასთან დაკავშირებით და ეს მისთვის იყო ძალიან დიდი ზურგი, რომ საქართველოში ყავდა მას ზურგი, რომელთანაც დაბრუნდებოდა და გააგრძელებდა და მისცემდა ამას, იმიტომ რომ როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა, ყოველთვის იცახდა, რომ ბატონ გიორგისთან გავიაროთ ეს თემა და ამიტომაც იყო, რომ შედგა ორი ექიმის კოლაბორაცია. რა თქმა უნდა, ორივე მხარეს მადლობა, რომ დათანხმდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას. ზედადროს არ არის პრობლემა, არა. პაციენტის საუკეთესო ინტერესისთვის ასე უნდა ხდებოდეს. ეგრე უნდა ხდებოდეს. ასეთი შეთანხმებები და თანამშრომლობა უნდა ქონდეთ ექიმებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ არის მთავარი პაციენტი და არაფერი სხვა. მადლობა ძალიან დიდი.